აჰა. კიდევ ერთი პირველ რიგში ხო ხარ ჯანზე, მეგობრებო. აი ესეთი რაღაცები ხდება ამერიკაში, როცა -30 გრადუსია ცელსიუსი. ყველაფერი გაჩერებულია. ხოდა? ყველაფერი ესე იგი გაყინულია. ესაც ცოტა დარჩა აქ საბურავის გარეშე. აი, საბურავის გარეშე დგა. ყველა დაცურავს ზევით ქვევით. ხოდა? ესეთი კაი ყინვაა რა. აი ჯიგრული ყინვა. საქართველოში დათბაო ცოტაო, მაგრამ ცოტა ყინვები კიდე არისო. ამიტომ თქვენ გულაობთ. თქვენ გულაობთ, მოიცა გამატარე, ბიჭო. აყინული არ არის აქ. ხოდა კიდე ისეთი ყინვებია, რომ სიამოვნებს კაცს რა. ოი. ძალიან ახლოს ხო არ არის? ეს სადღა არის საწოდავე. აუ ჩემი კაი. ეს ხალხი მოკლედ სადაც შეეძლოთ იქ გააჩერეს. სხვა გზა არ არის. სხვა გზა არ არის, მეგობრებო. აი ესეთი ეხლა სხვათა შორის ვარ ვირჯინიაში. სერიოზული ყინვადობაა, მინდა გითხრას. ეს ჩემი ხელი, რომელიც ყავით და ვეღარ გძნობს, სხვათა შორის მაგარი გამეყინა. აი სილამაზეებია რა, მეგობრებო, აი სადაც დგას ჩვენი რაში, შეგერდაცვალე, ბიჭო. ღამე მოკლედ მანქანის ჩაქრობა არ შეიძლება ესეთ ყინვაში. მე შეიძლება ვეღარ დაგუხო ვეღარ ასდროს. ამიტომ აი ტჩემ. არა და ვითომ ძალიან დიდი ყოვლის არ არის, მაგრამ არის რა. აი შუა გზაზე არიან გაჩერებულები. იმიტომ რომ სხვაგან გასაჩერებელი არ იყო. ან უბრალოდ ბუქსაობდნენ. ჩემ მანქანა რა გაყინულია და მოკლედ ეს ვარ ტრაილერის გარეშე, ახალი ტრაილერი უნდა ავიღო. ახალი არა, უფრო სწორედ სხვა. შეიძლება ახალი არ იყოს. ორივე ყინულია. აი ხუთებში ყველაფერი აქ მილაგია. ისენი რა ქვია. საჭირო მოწყობილობები რა, მანქანას რო რაღაცა მოვიდეს ყველაფერი მაქვს. რა ლამაზია ქაურობა და. აი ესეთია მეგობრებო, -20, არა, წუხელი იყო -30, გატყუეთ, ეხლა პლუსი არა, -15, -13 ეს ახლა. ბიჭო. გაყინულია.